ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. მოგესალმებით შვებულებიდან, დაიწყო ჩემი შვებულება. თებერვლის პირველ რიცხვამდე გეყოლებით, ასე ვთქვათ, სახლში და მექნება შედარებით შესაძლოა მეტი დრო, ვიდრე მქონდა, ვთქვათ, მანამდე დროსებთან მქონდა. ხო და დავლიოთ ყავა. ჩაგარდამს არავინ ჭამს რა დავიკი. დავლიოთ ყავა, მარიკოს ფაფა უცივდება, მე უნდა მიირთვას ფაფა. რაც სწავლები მივაყარეთ, გულისრევა აღარ აქვს, ციცხე აღარ აქვს და იმედია რომ აღარ ექნება. ცოტა შეგვიგრილდა ჩვენი ყავა კი არა გაცივდო. აი მე ვერ დავლევ. კობა მომიდუღა სრულიად სეროფი. თავიდან მოვიდო. მოკლედ სანამ ყავა ადუღდა, მანამდე მე ავდექი და მარიკოს ვაჭამე. ხო და ახლა დავიწყოთ მოკლედ ყავის რიტუალი, იმიტომ რომ ყავა არ დავილებია. ჩემო ქორ გადაწყვიტა რომ მოედუღებინა სეროფი, ამიტომ ეს სეროფი არ მიყვარს. უმადური კი არ ვარ ხალხო, უბრალოდ ძალიან არ მიყვარს ამ დონის ტკბილი, რომ აი უკვე რომ აღარ გეყლაპება დღეს, მივდიოდი გოგოებო. უნდა მეყიდა დაჭრები, წებოები და უამრავი რამ, მაგრამ შემექმნა პრობლემა იმის, რომ არის მოყინული და იმდონემდე მოყინული, რომ უბრალოდ არ გეგონოთ, რომ აშრა თოვლი მეტნაკლებად და დავდივართ ხალხი, ვერ დავდივართ, დავცურავთ და მე მით უფრო ეხლა იმ ფეხსაცმელით, რომელიც მაქვს, ძალიან მეშინია, მეორე მაქვს ეგეც ცურავს, თან ისე ცურავს უფრო უარესად, მარშრუტკა რა თქმა უნდა არ დადის, დასუფთავების მანქანა რა თქმა უნდა არ დადის და საერთოდ მოგვაქციეთ ბატონო ყურადღება, მაღლაობნებს, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ვცხოვრობთ, ჩვენც გვჭირდება მაღაზია, ჩვენც გვჭირდება სადმე წასვლა, ჩვენც მივდივართ სტუმრად, მივდივართ სამსახურებში და ვერსად ვერ მივდივართ, იმიტომ რომ არის საოცრად გადაყინული მთელი ამას ესაჭიროება მარილის დაყრა თუ რა ვიცი, რასაც ყრით ხოლმე, რა გაგიხდათ ეგ მარილი ჩვენ შევაგროვებთ ფულს, ოღონდ თქვენ დაყარეთ, რაღაცა დავამატო, არ ვიცი. ვერ ჩავდივართ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჯერმე ცოტა დაბლავ ცხოვრობ და ვერ დავდივართ და ჩემს მაღლა რო ხალხი ცხოვრობს, საერთოდ არ მინახავს თვალი მგონი ერთი კვირა, იმიტომ რომ ვერ ჩამოდის ხალხი. აი ესეთი ამბავი გვაქვს და ცოტა ყურადღების მიქცევა მაღლაობნებს გვჭირდება და თუ შეიძლება მოგვაქციეთ ყურადღება. ახლა ვლოცულობ, რომ შაბათამდე აშრეს რამენაირად, რომ ვორქშოპზე წავიდე შაბათს და კვირას და ახლა იმას ვფიქრობ, რომ ის იყოს, რა ქვია, ეხლა ჩემი მეუღლე წავიდა და რომ მოვა, იქნებ ცოტა მეთქი უფრო შეშრეს, მზე გამოვიდა და მერე მეწავალთ გოფრთ თუ კიდე არ მოყიდა. რომ ვიყიდო რაღაცეები, ნელ-ნელა დავიწყო მასალების მოტანა რა. კოლმეურნეობაზე დღეს ვერაფრით ვერ წავალ, მაგრამ წავალ იმაში, რა ქვია, სამგორში, ხო და რა ვიცი როგორ ჩავალ, არ ვიცი რა საერთოდ რანაირად უნდა მივიდე და როგორ უნდა მივიდე და თუ წავიქციე თავი რვაჯერ, ეს წოდის ადამიანი მეყოლე ვარდივით, ხო და აი არ ვიცი რა იქნება, ძალიან ვარ საგონებაში ჩავარდნილი. რა იქნება ვერ გეტყვით, ანუ მოგვაქციეთ ხალხო ყურადღება, ვისაც გეხება და რა გაგიხდათ. ბოლო-ბოლო საქართველოს ზაგთოთ მიაქციეთ ყურადღება. ამიტომ ზიხართ მთავრობაში, რომ მაღლაობნებს მოგვაქციეთ ყურადღება. ხა დაბლა რო ყრით გავიგეთ და მაღლაც გვინდა. რა დავამატო? მეტი რა დავამატო? არ ვიცი, გაგიჟებული ვარ.
ხალი გასასვლელია მილიონი საქმე მაქვს მართლა და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. გუშინ იყო ჩემი მულის დაბადების დღე. მარიკო რადგან ზუსტად მყავდა ვერ გავედით, მაგრამ მოცნად ვნახავთ ამ დღეებში. საფწუხაროდ ისე მყავდა მარიკო, რომ სადმე გასვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ჩემთანზე მეცნება რომ დავგეგმე რომ უეჭველი დილი და უნდა წავსულიყავი სამგორში. გავიხედე რაღაც მანქანაც სურაობს, იქით გავიხედე ვიღაც კაცი მოხოხიარობს იქიდან. ვერანაირად ვერ წავიდოდ დილით. ამ ზამთარმა სიცოცხლე გამიმწარა წელს. ყველა დამეთანხმება, ვინც მაღლა უბნებში ვართ. ნუ გადაადგილების კუთხით ვიძახით. გუშინ გავაკეთე ბაჟე. გადასარევად მივირთვით ყველა. ძალიან გემრიელი იყო. უბრალოდ ზედმეტად ცხარე გამომივიდა, არ ვიცი რატო. რა ვიცი, მაინც მშვენივრად მიირთვეს, მაგრამ ოდნავ ცხარე იყო რა. ოდნავ იყო. ვაიმე ხალხო, თურქეთში რომ მოხდა ის ამბავი, გადაჭრელებულია პრესა, ყვითელი პრესა, გადაჭრელებული. ერთ-ერთი ინფლუენსერის ქმარ-მაროშვილები დახოცა და მერე თავი მოიკლა, გადაჭრელებული, აი მსოფლიო მგონი გადაჭრელებული. რა ხდება ასეთი ადამიანის გონებაში ამ დროს, რომ ამ ყველაფერზე მიდიან, ანუ მართლა რა ხდება, აი სამყარო ბჭო შეიშალა, აი შეშლილები არიან უკვე, დანდობა აღარ იცის ადამიანმა, აღარ ჩვილის, აღარც მეზობლის, აღარც ნათესავი, საკუთარ თავს აღარ ინდობენ, კაცო სადღაც არ შესახლა მეზობელი და გარი ნათესავი. აი გული მომიკვდა, არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრო. ახლა ვედე. ამ წამს დამირეკეს. ძალიან გახარებული კი ვიყავი, რომ შვებულება მქონდა ამის გარდა პლუს 1 კვირა, მაგრამ თურმე არ მქონია შვებულება, იმიტომ რომ მოემატნენ ბავშვები, ახალი პატარაც მოგვდის, რაც ნიშნავს იმას, რომ მე უნდა გავიდე ორშაბათს. არ მინდოდა, რაღაც გეგმები მქონდა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმის დრო აღარ მაქვს, რომ გავწელო და დღეს მოყინო, თუ გადაყინული უნდა წავიდე, ხვალ უნდა წავიდე, რომ იმას ვქნა, რა ქვია, უკვე კოლმეურნეობაზე და ნუ ზეგ ვორქშოპია, მერე ვორქშოპია და მერე კოს სამსახურში გავიდე. აი, რას ვიზავთ, რაც არის. იმედია, თოვლის გამო უფრო არ მინდოდა ხალხ სამსახურში გასვლა, მოყინული როა, ვერ მიმყავდა ბავშვი და იმედია, ეხლა რა ვიცი, ვნახოთ. მაგრამ წინმელის მარტი და კაცმა არ იცის გაიგიჟა თავის ამთან. ხო, მოკლედ ვსაუბრობდი იმაზე, რამდენად მძიმეა მდგომარეობა ამ დროს ადამიანის, ნუ წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ხდება ამ დროს ადამიანის გონებაში და რა ადგმევინებს ნაბიჯს ამ დროს გამძლეობა მის დედას, გამძლეობა მათ ახლობლებს, არ ვიცი, მოუნელებელია ნამდვილად მოუნელებელია და შეიშალა სამყარო. ყველაფერმა რაღაცნაირად ფერი იცვალა, ყველაფერმა. ძალიან გავცივდით ადამიანები, რაღაცნაირად ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტეთ და ამის იქით თითქოს არაფერი გვინდა, არაფერი გვინდა რომ გვადარდებდეს, აი მარტო ვაკუუმში გვინდა რომ ვიყოთ. ალბათ იმიტომ რომ ძალიან
ბევრ პრობლემას ვართ მოდებულები, ბევრ სადარდებელს ვართ მოდებულები და რაღაცნაირად გაციებულები ვართ თითქოს ჩვენი პრობლემებიც ყოფნის რა. თითქოს ეგ ლოგიკაა, რომ აღარ გინდა აღარაფრის გაგება, მაგრამ ამ დროს რამდენი რამ არის, რაზეც ვფიქრობდით, რამდენი ადამიანია, ვინც გვიყვარდა, და ძალიან ბევრი რამდენი, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი შეიცვალა. ძალიან დამძიმდა ყოფა, ადამიანების ყოფა. იჩინა თავი ძალიან დიდმა ნერვოზებმა, რაც ადრე ისე იყო ხომ. რა იყო ნერვოზი გააკ? კი. ძალიან ბევრი რამ ხდება და ძალიან ბევრი რაღაცები რაც ადრე სასაცილო იყო და სულაც არ იყო სასაცილო იდეაში და ახლა მით უფრო როცა ცნობიერება მეტად გაიზარდა კიდე და რაღაც პერიოდი დამეწყო მეტროს რაღაცა შფოთვები, მეტროში ჩასვლის შფოთვები და ეს განაპირობა იმან რუსთაველის მეტრო რაღაცა მტკვრის რაღაცა ამბები როა და იქ გადისო თუ გამოდისო თუ რაღაცა მოკლედ რა ვიცი. მე გავიგე როდის Facebook-ზე რო აჭრელდა ეგ ამბავი, რომ იგიცოდით, რომ რუსთაველის მეტრო და თურმე რა საშიში ყოფილა თუ რაღაცეები და მის მერე დამეწყო შფოთვა მეტროში რომ ჩავდივარ, მგონია რომ უნდა გავიგუდო, მგონია რომ უნდა ჩამოინგრეს, მოკეთ საშინელი შფოთვები მაქვს და ვეძებ გზებს, რა გზებით მივიდე სამსახურამდე, ოღონდ მეტროს ავერიდო და მეტროსთან არ მქონდეს შეხება. თუმცა ძალიან რთულია ეგრე, როცა საბურთალოზე მუშაობ, იმიტომ რომ ძალიან დიდ საცობში უნდა მოვხვდე, რაც წარმოუდგენელ დროს მოითხოვს და არ ვიცი რა გავაკეთო. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ჩემთვის არ არის სასაცილო. ჩემთვის ძალიან მაღალი ეს არის რისკი ჩემი შფოთვებისთვის და საერთოდ არ რთული რომ ეს სასაცილოა და ვინმე რომ მითხრას, ამაზე ვერ გავიცინებ. აი ადრე თუ ეცინებოდათ რაღაცეებზე გარკვეულ ადამიანებს, ხო, ახლა უკვე აღარ გვეცინება და მთელი სერიოზულობით ვიღებთ ამ პრობლემას ჩვენ რა. აი რა უნდა გაგაცინოს ეხლა რომ ადამიანს ფოთო აქ და შიშები დაიწყო მეტროში ჩასვლის, რომ გონია რომ უნდა ჩამოინგრეს, გონია რომ მით უფრო რუსთაველზე მის მერე მე არ გავსულო არ იმ ტერიტორიაზე. ახლა თავისუფლებაზე უნდა გავიდე და არ ვიცი, ანუ ფსიქოლოგიურად ვემზადები, მაგრამ რაც უნდა მოვემზადო იმ წერტილამდე რომ მივდივარ უკვე და აი ეს დამეწყო, არ ვიცი როგორ უნდა გადავლახო, ხოდ მე მაქვს ძალიან ძლიერი დახურული სივრცის შიში. და ერთადერთი იყო მეტრო, სადაც თავს ვგრძნობდი ბევრად უსაფრთხო თქვენ წარმოიდგინეთ. ვიდრე თვითმფრინავში, ვიდრე მატარებელში და ასე შემდეგ. ლიფტზე აღარ საუბრობ საერთოდ, ლიფტი ჩემთვის მომაკვდინებელია და მეტროში ვგრძნობდი თავს, აი როგორც რავი, თევზი წყალში, მშვიდად, ბედნიერად, არანაირი აღელვება და აი რაღაცეები გავიკე და იმის მერე, ნუ მორჩა ჩამეკეტა აქ რაღაც და მაქვს რაღაცნაირი აუტანელი ეს შიში, რომ იქ რო ჩავდივარ, სულ აი მით უფრო კიბებზე რო ვდგავარ და რო ჩადის მაგ მომენტში ვარ, აი ოღონდ ყოველდღე არ მჭირს ეგ, თუ ფიქრი ამყვა მაშინ მემართება და რაც უნდა იფიქრო, სადღაც ურტყავს მაინც ეს ფიქრები რა. და მემართება საშინელება, აი კანკალამდე მივდივარ, ისე ცუდად ვხდები. არ ვიცი როგორ მოვერიო თავს, მირჩიეთ როგორ უნდა მოვერიო აი ამ პრობლემას, რანაირად უნდა მოვერიო ამ პრობლემას. არ ვიცი, ძალიან მიჭირს, მართლა არ ვიცი, მართლა ვერ გავიგე რა ვქნა. რომ აი ეს შფოთვა მოვიხსნა, მართლა არ ვიცი და ადრე როგორ იძახნე ხოლმე, მე ნერვოზია გამახოტვინი წაიყო. აი ადრე მე გეუბნებით მე რო ბავშვი ვიყავ იმ პერიოდში. თურმე რამდენად რთულია ბევრი რამ. თუნდაც ის რომ ხა მე შფოთვა მაგ მეტროში ჩავდივარ, ხო? ამდენი ადამიანი ტანჯება ნერვოზით, რამდენი ადამიანი 1000-ნაირი დაავადებებია, ხო? და კაცმა არ იცის იმ კაცს რა ქონდა აქ. მაგ ეგ ხო არ ამართლებს, ვერავის ვერ გაამართლებს ამით, ვერავის. მაგრამ კაცმა არ იცის, აი აქ რა ხდებოდა. მე თავი რომ მოიკლა გასაგებია,
რავი, თავი ცოცხალი რაღაც უნდა მოეკლა, ალბათ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ამას რომ გაიაზრებდა მე რა ქნა, ალბათ მაინც მოიკლავდა თავს, ანუ რომ გაიაზრებდა თუ გაიაზრებდა, გააჩნია ხა რა ფსიქოლოგიური პრობლემა ქონდა ადამიანს და რა ქონდა, მაგრამ ხო დააქცია და გააუბედურა. ყველა და ყველაფერი გაანადგურა. წარმოუდგენელი სისასტიკეა, წარმოუდგენელი. ძალიან რთულია. ვაიმე, ეხლა უნდა მოგიყვეთ თურქი მსახიობი, რომელიც ძალიან მომწონდა, ძალიან ეს მამაკაცი პატარა ბიჭი და ახალგაზრდა პატარა ბიჭუნა არ არის რა, ესეთი ძროსლი ადამიანია. გეყოლებათ უკვე დანახი ხალხო, რომელმაც შეიცვალა სქესი. მინდოდა დამესქრინა და დამავიწყდა და ეხა ვეღარ პოულობ ამ ნიუს რომ დავსქრინო და დღეს თუ არა გპირდები ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და დავსქრინავ და სხვა დროს გაჩვენებთ იმ კადრს რომელმაც შეასრულა ძალიან ბევრი როლი ესეთი როლები ეხა თლად მამაკაცური როლები არ შეუსრულებია მაგრამ რაც შეასრულა იყო ძალიან ისეთი როლები რა რაღაც ეშმაკი რაღაცნაირი ისინი რო არიან და შეთხობით რას ხედავ რომ ქალია რა გადაიკეთა ყველაფერი გადმოიკეთა ეს ძალიან დიდი საჯდომი გაიკეთა ეს კერტი და გრძელი თმა და დახოხიალობს აგეთიქით მოკლედ ძალიან ბედნიერი ძალიან ბევრ ოპერაციებს იკეთებს და ძალიან ბევრი კადრები გავრცელდა სადაც დეპრესიული ფონი აქვს და მოკლედ რა ძალიან ბედნიერია იმით რომ არის ტრანსგენდერი და ისე გამიკვირდა ხალხო იმიტომ რომ ხაცნაირად რა წარმოვიდგენდი მის ტიპაჟს რო უყურებდი და მის როლებს რო უყურებდი ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რა ხო და ხო ისაოცრება უცებ აღმოჩნდა რომ რა თქმა უნდა მისი კარიერა დიდი ალბათობით უკვე დასრულდა სამსახიობო კარიერა იმიტომ რომ ის რაც მოსწონდა აუდიტორიას ის რაც მოსწონდა რეჟისორებს მისი ეს რაღაცები და იყო ჩვეულებრივი მამაკაცი ნუ ის აღარ არის ხო და ხა რამდენად მოეწონებათ უკვე ხმარო დაიყენა ქალურად და რაღაცები ნუ ხა კაცმა არის ის მაგრამ ის მიმართულება რაც ქონდა და ნიშა რა თქმა უნდა ის აღარ აქვს და ვერ დავმალავ ძალიან დამწყდა გული იმიტომ რომ უნიჭიერესი მსახიობია და რაღაცნაირად გული დამწყდა რომ იმ პერსონაჟს ვეღარსად ვეღარ ნახავ და რაღაცნაირად მეტკინა შიგნიდან რა თქმა უნდა ეს მისი ცხოვრება ახლა უნდა ასეთ იქნება უნდა ისე იქნება და როგორც უნდა ისე იქნება მაგრამ გული დამწყდა ასევე ვუყურე კესარიას დედის ინტერვიუს ანუ ღმერთო საოცარი ქალია ღირსეული ქალია ადამიანი რომელსაც არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ისეთი რა რაღაცნაირი მისი შვილის მკვლელზე და ადამიანმა რამდენად ღირსეული უნდა იყო ქალი ადამიანი რომ მის დედას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მისი შვილი არ მომწონდაო ხალხო, ანუ აი ბატონო, წარმოიდგინეთ, რამხელა ღირსება უნდა გაგაჩნდეს, რომ მის დედას ბოდიშს ვუხდიო, მაგრამ მისი შვილი არ მომწონდა. მკვლელი ხალხო, ანუ მკვლელზე ვსაუბრობთ და აი გაუქნებული ვუყურებდი, როცა ამ ყველაფერზე საუბრობ. შემიძლია ვთქვა, რომ წამში დაბერდა. მე ეს ქალბატონი უამრავ ჯერ მყავს ნანახი ესე ფოტოებში და რაღაც და წამში დაბერდაში არ გულისხმობ, რომ დედა უირას დამგვანებია თუ არა, დაბერდა. უბრალოდ სახე აბსოლუტურად სხვა ადამიანის აქვს და ეს ბუნებრივია, ტკივილი ადამიანებს ძალიან ცვლის. ტკივილს შეუძლია წამში დიახაც დაგაბეროს, წამში შეგცვალოს თავიდან ფეხებამდე.
ტკივილს შეუძლია, რა ვიცი, ისე მოგტეხო საკუთარ თავის არკეში ვეღარ იცნო და უამრავი რამ შეუძლია კიდევ სამწუხაროდ ტკივილს და მით უფრო შვილის ტკივილზე დიდი მეენოა, წარმოდგენაც არ მინდა. არ იყო ძალიან დიდი ინტერვიუ, ძალიან უჭირდა მას საუბარი, ძალიან ღირსეული ქალია და შვილებს უპირობოდ უნდა დაუდგეთ გვერდით, დიახაც ის იქნება ტრანსგენდერი თუ როგორიც არ უნდა იყოს. დამიჯერეთ დედაზე მეტად ეხა თქვენ, მე და ვინმეს არ ეწყინება, რომ აუ რატო და ის თუ რაღაც. მისთვისაც მძიმე იქნებოდა, მაგრამ მისი შვილი იყო და დაუდგა ყველანაირად გვერდში. იმიტომ რომ მასაც რო გაეწია მისი შვილი, ყველა ხელს კრავდა მერე და პირიქით ხელი ჩაჭიდა მის შვილს და ძალიან ბევრი ბრძოლა რეალურად კესარიამ რომ ძალიან ბევრ ადამიანს რეალურად ყვარებოდა. პირადად მე არც ერთი ნეგატიური ემოცია მის მიმართ არ მქონდა და არ მახისიანებდა. მე არავის ამით არ ვახალისებ ახლა და აი და უი და უი რა კარგი ყოფილა თუ არა. ადამიანი, რომელიც არ იწვევდა აგრესიას ჩემში. ეს ნამდვილად იყო კესარია. იმ ადამიანებს შორის, ვინც კი არსებობს ძალიან ბევრი ტრანსგენდერი, ვინცაც ახლა ჩვენ მაგალითად ტელევიზიით ვხედავთ, ხო, Facebook-ით ვხედავთ, YouTube-ით ვხედავთ და ძალიან ბევრი სოციალურ ქსელით აღმოგვიჩენია და დაგვინახავს. ყველაზე ნაკლებად იწვევდა ეს ადამიანი ჩემში რაღაცა ნეგატიურ ემოციას და არავინ, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს, რომ ამ დონემდე ვიღაცის ჯალათის ხელში აღმოჩნდეს და შეიწიროს ადამიანი. ეს არის ყოველად არ ვიცი, გაუმართლებელი. ასეთი რამ არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვერანაირ ძალიან სამწუხაროა სხვათა შორის რო უწერდნენ, რომ ყველა უნდა გადაშენდეს, ყველა უნდა დახოცონ. მე არ ვიცი მკვლელობა რატო უნდა წაახალისო, უიდე და რა კარგი ყოფილა და ყოჩაღ რა მაგარი რაღაც გააკეთე. შენ ვინ მოგცა იმის უფლება ადამიანს შეეხო? ვინ მოგცა მაგის უფლება ადამიანს შეეხო და მისი სიცოცხლე შენ დაასრულო? ვინ მოგცა შენ ამის უფლება? ამიტომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ რა. სამწუხაროა ძალიან და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მისი დედა ჩემს თვალში არის გმირი და იმიტომ რომ მკვლელის დედას ყველაფერს თავი დავანებოთ, მკვლელის დედას მოუხადა ბოდიში, იმიტომ რომ მისი შვილი არ მოსწონდა. ჩემთვის ეს ძალიან გასაოცარი იყო, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ უნდა მომართო ამ დროს შენი თავი, რომ არ ვიცი, ვერ ვხვდები რანაირად. გამძლეობას უსურვებ, ყველა დედას უსურვებ გამძლეობას, ვისაც შვილი უკვდება ხალხო, ყველა დედას. არ ვიცი როგორ აგრძელებენ ცხოვრებას. მე სამწუხაროდ უბანში ბევრი დედა მყავს, ვისაც შვილი მოუკვდა და თქვენ იცით, ჩემს უბანში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბიჭი გარდამეცვალა, რასაც კი ნაღამზედ გადავყევი ამდენ ნერვიულობას. ჩემთვის უახლოესი ადამიანები დავკარგე, ჯუბა, ჩემი გენო, ნოდო, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალ და ძალიან მძიმე ფონი მქონდა და თქვენ ძალიან კარგად იცით, ჩემთან ერთად გაიარეთ ეს ასე ვთქვათ გზა და მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს უბედური დედა. რას განიცდიან, რას გრძნობენ, ნაწილობრივ ვიცი, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ იგრძნობს, ოჯახის წევრიც კი ვერ გაიგებს. ამ დროს მშობლის გულში რა ხდება, მშობლის გონებაში რა ხდება. ნაწილობრივ ვიცი და ეგეც როგორი მძიმეა. ყველა დედას გისურვებთ მხნეობას. იცოდეთ, რომ თქვენი შვილები ბევრად ბედნიერები იქნებიან აიგ. სამოთხეში, როცა თქვენ გაიღიმებთ. ჩემქმა რა დამირეკა ბუდის გიხდით, ისეთი მოყინულიაო, რომ უბრალოდ დღეს ჩათვალე, რომ ვერანაირად ვერ ჩამოხვალო. ამდენი ხანია წავიდა და ახლა ჩავედიო, წარმოიდგინეთ მეტროსთან როგორი მოყინულია.
მოკლედ რისი თქმაც მინდოდა ვფიქრობ რომ ვთქვი თქვენი შულებისათვის დიახაც რომ უნდა იცოცხლოთ დედებო, მამებო, დებო, ძმებო, ყველა რამდენად ბედნიერი იქნება იქ udroწასული, როცა თქვენ ცოტა მშვიდად იქნებით. ამის სიმშვიდის მოპოვება ხო აი არ ვიცი რამდენად საერთოდ უნდა წარმოიდგინო როგორ არ ვიცი მაგრამ ჩვენ აქ გვყავს ძალიან საყვარელი ქალბატონი ირინა რომელსაც სამწუხაროდ გარდაეცვალა შვილი და არ ვიცი როდესაც მე მას წერდი როგორ ვერ ვალაგებდი სიტყვებს როგორ უნდა მეთქვა მისთვის სამძიმარი ხალხო ვერ ვალაგებდი სიტყვებს აი არ ვიცი მაგდროს როგორ უნდა ვუთხრა და რა უნდა ვუთხრა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი მყავს მე აქ ისეთი ადამიანები ვისაც დამჭირდა მე მისვლა და ამ ყველაფრის თქმა არ ვიცოდი როგორ უნდა მიმეწერა იმიტომ რომ განუზომელია და განუსაზღვრელია ეს ტრაგედია და ყველას მხნეობას გისურვებთ მეგობრებო ყველას იცოდეთ რომ თქვენ მარტო არ ხართ შვილის სიკვდილი მას არის შეას რომ თქვენ დედა არ ხართ თქვენ ყველანი ხართ დედები და სხვათა შორის კესოს დედამ თქვა რომ უცებ იმიტომ რომ ვიცი რომ მასთან უნდა მივიდე და ეს მაძლებინებსო ალბათ ესეც არის ის რაღაც რაც გაჩერებთ აქ დავედი მაპატიეთ ვეღარ ვაგრძელებ ვიდეოს ცოტა ემოციური იყო ჩემთვის ამაზე საუბარი აი ხალხო ვაიმე მე თავწაქცეული ვარ სახში მოსული გონწაქცეული ფეხწაქცეული ვაიმე მოსული კი არა ხალხო მომიტანეს დაო ვაიმე რაც აწლებია არ უთოვია გადაწყვიტა რომ წელს უნდა მოთოვოს ესე გადაწყვიტა მე ძალიან დიდი მადლობა რა ისე ვარ კალაზე ნაწყინი ხალხო ასე მგონია დამფლითეს შეკაი მამიდა ზვანოკზე გაკ ულმიტო მითხრეს რა დამინეკეს რომ ქონია უფასო თომ ახლა იძახ დაბალი ხელფასი ეგეცა ჩაურიცხეთ კაი დაუშვათ არა გახანგარისე დამისვანოკე თაგირეკა მეზობელს აქ უფასო მეცა მაგ მაგრამ რატო დამხარჯო ხო ეგეც არის სადღაც რაღაცა და მითხარი რომ ქუდოდი აპირებს ფიფქი წამოსვლას და შეკაი მამიდა რომ წავალ არა ბათიკებს ვიყიდი რომ არის რეალოს მოცურება არ ქონდეს და მოჭერა ქონდეს ანა რამეს ავიყიდი დღესა დავდიოდი როგორც რა ვიცი მე ბალერინა იბერსაცმლი და კაცი ხუჭი ვისრიალე ყველა კარებსა მე დავეჯახე აქედან უფლისნები ჩავედი როგორ არ მკითხოთ აღმართიდან არ მკითხოთ ნერვები არა მაქვს იქიდან მეზობლის აგოგო შემხვდა ძალია გაიყაროს უფალმა დაგლოცოს გაგაძლიეროს რა ვიცი სამი ბალღი ყავს ღმერთმა კიდე ხუთი მოგცეს ძმაო არ მენანება ისეთი გოგოა რა ამომიტანა დამინახა ვიდექი და ვსურაობ და ქუდოდი აკავარო და მერტო მაღალო უფალმა გამომიგზავნა მაგის თავითორე რო დაგორებულიყავი ხო აღმართიდან ვერც ტრამატოლოგი მიპოვიდა ესეთი ვერთან თავშვლელი საერთოდ ჩემი ისარი ხდებოდა რა ბუდღა რა ვიცი წამიღებდა ცაკორი რა ვიცი მე ხო დამირეკი ძმაო რო აპირებს მოთოვას და რაღაცას მოვიფიქრებ ხო ანა მაგ შესაბამისი ის არა ქვია ფეხსაცმელი არა მაგ ზამთრისთვის ამიყავი ახლა მომზადებული რა ვიცი რაცა ეწლები არ უთოვია წეიდა მათოვა გადაწყვიტა რომ ნერვები უნდა მომიშალოს ახლა ვითა ბაკურიაში წახვედით არ ინერვიულოთ რა არა უშავს რა თქვენი ბრალია რომ მოთოვა ისე რომ თქვა ჩავიდნენ მოთოვა ჩამოვიდნენ უკან და ხალხმა რამდენი ფული დახაჯა ხალხი ამოდის იმიდან პლეხანოვებიდან და გუდაობს ჩემთან მეთი კურორტი ვარ კურორტი ხო
არ ვიცი, არ დამანახოთ კალას სახე. ისევ არ, ნერვები მაქვს, ღაბამი ჩამომეწელა ნერვებით. ახლა მე დიდი ღაბამი არა მაქვს, მაგრამ რაც ამაქვს. ხო, ძალიან ვარ აღელვებული. ახლა კვერცხი ამოჩლიავებული, აქეთა პური ამოჩლიავებული, უკავია ჩემი მეზობლის არ ძალსა. ეს კვერცხები ცალკე მე უკავი ვარ და არ ვიცი რა. არ ვიცი. ერთი პლეტყა უნდა უყიდო, სხვა გზა არ არის, ხო? ახლა ფასდაკლება იქნება და უყიდი. ხო და რა იყო რა მოთხოვე რა პირი მოაყეშე კაი მამიდა შვილო, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერზე ხო არ ვიჭუბე, მაგრამ აჰა, ვიჭუბე. ხო? არა ვარ მზად რა. არ ვიცოდი რომ მოთხოვდა თორე ახლა წავიდოდი და 25 ლარად ყრია. აჰა, აი ეს ყრია ბაშმაკები და რამესა ვიყიდიდი. მაცია ქუსტენისი აქ მასანუჭკები. მასანუჭკები, მაგრამ ისე რომ თქვენ მასანუჭკები ვით რა რაღაცა. სრიალებს რა მოჩურება აქ. გაჩერდა დაო მასანუჭკები არ დაწიათ. ხო? დედამიწა გაჩერდა და რომ მასანუჭკის ძღოლი გამოივლის ახლა რომ არიქა ქუდოდი გაიყოლოს ტრასამდე. უნდათ, მაგრამ ვერა მოდიან, ვერა. მოგვაქციეთ რა ყურადღება რა. აღმარზე მცხოვრებ ლამაზმანებს მოგვაქციეთ ყურადღება. გაწმიდეთ გზები ანა მარშრუტკა მიაროს, ანა ჯორმა იაროს, ანა ცხენმა იაროს, ანა რა განიხდა შეკაი მამიდაშვილო, კალა. წლებია გეხვეწები, გამომიგზავნე დაო ერთი ვირი. არ მიდა ძმაო, აჩენი დასაქმება მიდა, აჩენი რაღაცა მიდა, აზაჟენი დაფინანსება მიდა, აქედან გაფინანსები 10 ლარით. ჩვენში. ვირი. დაუჭიდე ძმაო, ბარხთანიდან მოვიშვა და წავიდე სამსახურში. ახვალაყო, რითი წავიდე სამსახურში. აჰა, საგუნებელში ვარ, ჩავარდილი კი არ წევარ. საგუნებელში წევარ. დედა რამდენი მილაპარაკე. ბაი. ახლა შუშანა დამირეკა რო ისაო. საში დაიპატიჭა ჩემთან თან. ხანო მევქარი, იგაკმარი 150 წლის როანი. რომოვა, რამე არ მოწავლოს, არა მოკვდეს ჩემთან, მევქარი, მე მაგ სახში დამძინებელი არ ვარ და საჭავიდე. რომ მოკვდება მე გამოდი მევქარი.